ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს წელს 10 წლის იუბილე შეუსრულდა და გუშინ აღნიშნეთ და გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ 2024 წლის კონკურსის მიზანი გახლავთ ახალგაზრდებში ხელი შეუწყოთ უფრო დაინტერესდნენ ინოვაციებით, ზუსტი საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებით, რადგანაც მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში დღეს ამ მიმართულებებში განსაკუთრებით დიდია დეფიციტი ადამიანური კაპიტალის. ანუ ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად და ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი გვჭირდება საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში, ტექნოლოგიებში და იმისთვის რომ მოსწავლეებში გავზარდოთ ინტერესი ამ დარგების მიმართ, ჩვენ 2014 წელს გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებია ეს კონკურსი, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი და 3500-ზე მეტი მოსწავლე ყავს უკვე ბენეფიციარი, მონაწილე აღნიშნული კონკურსის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, სხვადასხვა სკოლებიდან. ის შეუძლია მონაწილეობა იგულისხმება თუ არა ინოვაციებში, რაღაცა გარკვეული ტექნიკური მიმართულების სკოლები და საგნებში უნდა იყოს ბავშვი ძლიერი და აქედან გამომდინარე შეძლებს თქვა კონკურსში მონაწილეობას. რა არის ის კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც შეუძლია მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობა? მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს სხვადასხვა სკოლებიდან შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. მათი ასაკი უნდა იყოს 13-დან 18 წლამდე, ანუ 13-17 წლის ასაკის მოსწავლეები ნებისმიერი სკოლიდან, არ არის აუცილებელი მხოლოდ ფიზმატემატიკური სკოლები იყოს და როგორც წესი ჩვენ ძალიან საინტერესო გუნდებს ხედავთ მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან ერთიანდებიან, იგონებენ იდეას, წარმოადგენენ თავიანთ იდეას პროექტის სახით. შემდეგ ჟიური დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს ნახევარფინალისტებს, ჩვენ მათ ვაძლევთ მცირე გრანტს, რომ შექმნან უკვე თავიანთი ინოვაციური იდეის პროტოტიპი და ფინალზე უკვე წარადგენენ არაჩვეულებრივ ინოვაციურ პროექტებს ახალგაზრდები. აღსანიშნავია ის, რომ ამ კონკურსს და პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს და გვყავს მრავალი პარტნიორი, სპონსორი, რომლებიც ჯილდოებს აწესებენ. მეორე ადგილზე გასულ გუნდს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს, მესამე ადგილზე გასულ გუნდს ლიბერტი ბანკი და მეორე ადგილზე გასული გუნდი მიდის სტენფორდის ID-Tech-ის ძალიან საინტერესო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო ლიბერტი ბანკის დაფინანსებული გუნდი CERN-ში სასწავლო ვიზიტს გაივლის. დიდი მადლობა ლუკასთან გადავალ შემდეგი კითხვით. ლუკა, კიდევ უფრო დეტალურად რომ მკითხრა, რაში მდგომარეობდა შენი გუნდის იდეა? მოგესალმებით. გილოცავ გამარჯვებას. მადლობა დიდი. მე ვარ გუნდი Marine Guard-ის წევრი. ჩემი გუნდის წევრები არიან ელენე კაჩიბაია, ანა სალდაძე, ლუკა ფორჩხიძე და ზვიადი ფრუიძე. ასევე ჩვენი მენტორები იყვნენ უტა კელასონია და მარეხ მაზანაშვილი. ხოლო რაც შეეხება ჩვენს პროექტს, უშუალოდ ჩვენი გუნდის სახელიც გამომდინარეობს ჩვენი მიზნიდან და ჩვენი პროექტის მიზნიდან. Marine Guard ნიშნავს საზღვაო წყლების მცველს. სწორედ როდესაც ჩვენი გუნდი შეიკრა და გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, სწორედ მიზნად ჰქონდა რომ სარგებელი მოგვეტანა მსოფლიო ეკოლოგიისათვის. სწორედ ამიტომ შევქმნით ჩვენი პროექტი, რომელსაც სახელად ჰქვია წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი, რომელიც ნავთობით დაბინძურებულ საზღვაო წყლებს, ასე რომ ვთქვათ, ნავთობისგან ფილტრავს. ანუ ის ახდენს ამ საზღვაო წყლების დასუფთავებას. ხოლო დასუფთავების პროცესში ეს დასუფთავებული წყალი უბრუნდება უშუალოდ საზღვაო წყლებს, ხოლო დაგროვილი ნავთობი უშუალოდ უკვე მოთავსდება სანაპიროზე, სადაც მისი გადატანა იქნება შესაძლებელი. რატომ ეკოლოგია, ლუკა, როდესაც ფიქრობდით, რა იდეაზე გემუშავათ, რატომ გადაწყვეტათ ეს მიმართულება? მაინტერესებს ჯენზი თაობის წუხილები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით, საიდან მიხვედით ამ პრობლემამდე? დიახანუ, როდესაც 2024 წელს გამოცხადდა ისევ 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, ამ დროს ფიქრობდით, რომ გქონდა რამოდენიმე იდეა, რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ სწორედ 2024 წელს მოხდა სამხრეთ კაროლინაში ძალიან დიდი ნავთობტანკერის ჩაღვრა. სწორედ ამიტომ როდესაც პროექტს ვქნი, პირველ რიგში უნდა წამოჭრა პრობლემა და შემდეგ უნდა ემუშაო უშუალოდ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. სწორედ ამიტომ დავინახეთ პრობლემა და ვიფიქრეთ, რომ საკმაოდ კარგი პროექტი იქნებოდა, სასარგებლო იქნებოდა და იქნებოდა ინოვაციური და სხვა არ არის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა.
ну თავიდან ცოტა არარეალურიც კი ჩანდა და რამოდენიმე ადამიანი მოგითხრა კიდეც რომ ძალიან რთული ან შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის შესრულება, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგს დღეს უკვე ვხედავთ და ჩვენი პროექტი 2024 წელს გამარჯვებული არის. NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში უნდა გაემგზავროთ. როგორია მოლოდინები, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიახლე შენთვის და შენი გუნდის წევრებისთვის? ეს იმდენად დიდი სიხარული იყო ჩვენთვის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, მაგრამ ну ამ ყველაფრით გამარჯვებით არაფერი არ სრულდება და ну თავარი არის ზაფხული გველის წინ, სადაც ჩვენ სოცნებას ავიღეთ. დიახ. დიდი მადლობა, მაგდა მინდა გკითხოთ მეორე და მესამე ადგილზე გასული იდეების შესახებ, რომ არ დაიჩაგრონ სხვა გუნდის წევრებიც, მოკლედ რომ გაგვეცნოთ რა იდეებმა გაიმარჯვა კიდევ წელს. კი ბატონო, მეორე ადგილზე გასული გუნდი გახლავთ Starfish-ი. გუნდი არის ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის და ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი. გუნდმა შეიმუშავა ძალიან საინტერესო პროექტი, ჭკვიანი ეკომეგობრული თევზის ფერმა და როგორც აღნიშნე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დააჯილდოვა ეს გუნდი და ისინი ასევე ზაფხულში გაემგზავრებიან სტენფორდის უნივერსიტეტში. Silicon Valley-ზე და მონაწილეობას მიიღებენ ID-ტექის, რობოტექნიკის ძალიან კარგ საზაფხულო ბანაკში. საინტერესო რომ ესეც ეკოლოგიას ეხება მეორე ადგილზე. როგორც ჩანს ახალგაზრდებისთვის მიმართულებით მიიღო გადაწყვეტილება, როგორც აღმოჩნდა. და მესამე ადგილზე კი უკვე გავიდა გუნდი ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი. პროექტს ქვია Pest Patrol და ეს ძალიან საინტერესო პროექტი გახლავთ ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მოსწავლეებმა შექმნეს მცენარეთა მავნებლების დეტექტორი ჭკვიანი დრონი. ამ პროექტს ეს პროექტი დაფინანსდება Liberty Bank-ის მიერ და გუნდი გაემგზავრება შვეიცარიაში, CERN-ში და მონაწილეობას მიიღებს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სასწავლო პროგრამაში. მაგდა თქვენ ახსენეთ, რომ 10 წლის იუბილე შეუსრულდა უკვე წელს ინოვაციების კონკურსს. საინტერესოა, რამდენად ხდება ხოლმე ამ იდეების რეალობაში გარდასახვა. თუ არის ეს ერთ-ერთი მოთხოვნა, თუ ეს უბრალოდ იდეა რჩება იდეის დონეზე და მოწმდება, ვთქვათ, მოსწავლეების უნარები და სხვადასხვა ვთქვათ, შესაძლებლობები. რამდენად არის შესაძლებელი, რომ გამარჯვებულმა გუნდებმა რეალობაში განახორციელონ ეს იდეები? თუ გქონიათ ამის პრაქტიკა? დიახ, პირველ რიგში წამახალისებელი კონკურსი გახლავთ, ჩვენ წავახალისებთ, რომ დავაინტერესოთ ახალგაზრდები ინოვაციებით, ტექნოლოგიებით. თუმცა 10 წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იმარჯვებენ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გადიან, ისინი რჩებიან ტექნოლოგიებში, ბევრს აქვს თავისი სტარტაპი შექმნილი. რამოდენიმე უკვე დაიწყო მუშაობა ტექნოლოგიებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ასევე საქართველოში, რა თქმა უნდა, და უმრავლესობა განათლებას იღებს STEM დარგებში, ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში. ჩვენი მიზანიც რეალურად ეს კონკურსი არის, რომ ამ მიმართულებით ხელი შეუწყოთ. კონკურსის, ასე ვთქვათ, დამაგვირგვინებელ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩვენ ვიწვევთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესებს იმისთვის, რომ დაათვალიერონ ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროექტები და თუ დაინტერესდებიან, ჩვენ ვეხმარებით დავაკავშიროთ პროექტები უკვე მომავალ ინვესტორებს და მენტორებს, რომლებიც ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ინტერესდებიან და ასე ვთქვათ, პატარა დაკვეთებსაც აძლევენ ჩვენს მოსწავლეებს. თუმცა პროექტების უმრავლესობა არ არის ლოკალური, ასე ვთქვათ, არის ძალიან გლობალური და მე როგორც ვიცი, მარინგარდსაც და რამოდენიმე სხვა წლევანდელ პროექტსაც მენტორები ყავთ უკვე უცხოეთიდან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ კიდევ უფრო განავითარონ აღნიშნული ინოვაცია და უკვე თუ შეიძლება მისი კომერციალიზაცია და რეალობაში დანერგვა. ბოლოს ისევ ლუკასთან გადმოვალ კითხვით, რა იქნება შენი რჩევები მომავალი ინოვაციების კონკურსის მონაწილეებისთვის? რა უნდა გაითვალისწინონ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად საჭიროებებზე მორგებული იდეები ჰქონდეთ და შემდეგ ამ იდეების განხორციელებისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან. რა არის ამისთვის საჭირო?
ნუ პირველ რიგში STEM განათლება, რომ მიიღონ მიმართულებით ცოდნა და შემდეგ ეს დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ უშუალოდ თავიანთი იდეების რეალობად ქცევისათვის. ნუ 1000 ლეველის ინოვაციის კონკურსი არის ძალიან დიდი мотиваცია ახალგაზრდებისათვის და მოსწავლეებისათვის და ნუ ყველა ახალგაზრდისათვის, ვისაც გაუგია STEM-ის შესახებ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ოცნება არის 1000 ლეველის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება, ესე როგორც იყო ჩვენთვის, მაგრამ წელს ჩვენი ოცნება რეალურად იქცა.